ილოცავ დღევანდელ დღეს ნათლისღებას. რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გიორგი გახარიაზე, ეს არ არის უბრალოდ ისეთი ფიგურა, რომელზეც რეზონანსი არ ექნება და ალბათ მოყვება უფრო მკაცრი რეაგირება საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც და გარე ქვეყნებიდანაც. ეს იყო მაგალითი იმის, თუ საით მიყავს ივანიშვილს ქვეყანა. თქვენ გახსოვთ ალბათ არჩევნების წინ მუქარა იყო ივანიშვილის მხრიდან, თუ როგორ დასჯიდა გახარიას გუნდის წევრებს. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ქართველი ხალხიც მზად არის დასაჯოს ეს რეჟიმი. და უკან არავინ არ დაიხევს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა და ხელში არავის არ ჩაუგდებთ, ჩვენ არავის მონებად თავს არ გავიხდით, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის, 35 წელია ამ მიმართულებას მისდევს და ეს მიმართულება ამოირჩია ქართველმა ხალხმა, რომ ევროკავშირი ცივილიზებული ქვეყანა ავირჩიეთ და უცბად შეგვატრიალეს იქით, სადაც მე ვფიქრობ, რომ სრულყოფილ ადამიანს და სრულჭკვაზე მყოფ ადამიანს არანაირად არ უნდა უღირდეს. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციებს, ხალხის გატაცებას ქუჩებიდან, მე მინდა შევახსენო პოლიციელებს მინდა მივმართო. ისეთ ზრდასრულს უფრო და უფროსი ასაკის პოლიციელებს რა. თქვენ ალბათ გახსოვთ მხედრიონის პერიოდი რა. მხედრიონმა როგორ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, როგორ გაწია პოლიცია უმოქმედოდ დარჩა მაგ პერიოდში, რაღაცის გამო, რაღაც დავალების გამო გვერდზე გაიწია და შემდეგ დაიწყო უკვე მხედრიონის მხრიდან პოლიციელებზე ძალადობა. მე ძალიან კარგად მახსოვს, ქუჩაში პოლიციელებს ცემდნენ. ამაზე იფიქრეთ პოლიციელებო. დღეს თქვენ რომ ამას გასრულებიებენ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ხვალ ის დაჯგუფება თქვენ ისე გაგისწორდებათ ქუჩაში, რომ არც ერთი ადამიანი თქვენი გამომხმაურებელი არ იქნება. დღეს უკვე ეგ განწყობა, რომ პოლიციელის მიმართ ნდობა დაკარგულია. რაც შეეხება შერატონის ინციდენტს, გიორგი გახარია სპეციალურად არის ამორჩეული, იმიტომ რომ ყველაზე დიდ საშიშროებას გრძნობს ივანიშვილი გახარიასგან. ამ ადამიანმა ის ნაბიჯები გადადგა, რომელიც ყველაზე მაგრად მოხვდა ქართულ ოცნებას. ეს იყო საერთაშორისო კუთხით თუ ეს იყო შიდა საპროტესტო მიმართულებით. ქართველი ხალხი ბრძენია. ამდენი ხნის განმავლობაში რო იძახია, რომ გახარია მოღალატია, როგორ მთელი საქართველო გავართ, უკვე 50 დღეზე მეტია ქუჩაში. ყველა ერთად ვართ. ეს უბრალოდ ბანდაა დარჩენილი, რომელიც რაღაცის გამო, არ ვიცი რის გამო, თქვენს დასაფიქრებელი გაქვთ მაგ ბანდის წევრებს მიმართავ, იმიტომ რომ უფრო იმძიმებთ ყოველდღიურ ყოფას. ქართველი ხალხი შეგინდობთ რაღაც მომენტში, მაგრამ თუ იმ წითელ ხაზებს გადალახავთ, რაც უკვე ფაქტიურად გახარიას გამო გააკეთეთ, არ ვიცი, ამძიმებთ თქვენ მდგომარეობას და ესეთი არ ჩაივლის რა. მე მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. თქვენ გახსოვთ ბერბიჭაშვილი როგორც ილიას მკვლელი როგორ გაასამართლეს. ეს იყო ერთი საუკუნის კადრები. ეს კადრებით შენახულია. ბერბიჭაშვილის სასამართლოს კადრებით შენახულია. მე პირადად ნანახი მაქვს და აქედან გამომდინარე 21 საუკუნეში რავინ ჩათვლით უსაფრთხოდ თავს. რავინ წაგახეზებთ იმას, რომ არა იცით რა, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ, ჩვენ მაგრები ვართ, თქვენზე მაგრები ყოფილან და თქვენზე მაგრები დაუმარცხებიათ.
ქართველი ერი ვართ ჩვენ. მე არ ვიცი გახსოვთ თუ არა თქვენ ინგა გრიგორიასთან ერთი თვისადრე მქონდა მე ჩართვა და მაშინ თქვი რომ ჩვენ არც ბელორუსი ვართ და არც ყაზახეთი. მე არავის შეურაცხყოფას არც ახლა არ ვაყენებ და არც მაშინ არ მივიყენებია, მაგრამ ყაზახეთში რამოდენიმე დღეში ჩააქრეს და ჩაახშეს ეს სიტუაცია და საქართველოში უკვე 50 დღეა ერთი კვირის განმავლობაში სისხლში აბანავეს ახალგაზრდები. ამას ვინ გაპატიებთ? არავინ არ გაპატიებთ ამას. ეს არის გამორიცხული. ივანიშვილს მინდა მივმართო, რომ გასასვლელი დატოვილია, გასასვლელი არსებობს. ისეთი მდგომარეობაა, რომ ჯერ კიდე გამოსწორება შეიძლება და რითი ბატონო როინ ახალი არჩევნებით ეს იქნება ეს გამოსწორება აუცილებლად აი იმ უდანაშაულო ბიჭების იმ დაჭერილი ახალგაზრდების გამოშვებით აუცილებლად, იმიტომ რომ ესე უსამართლოდ სასამართლოში გასამართლებული ახალგაზრდების დაჭერით არაფერი არ გამოვა, ესენი უნდა გამოუშვან პირველ რიგში და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს იქნება ქვეყნის გადარჩენის გზაც, ეს იქნება ივანიშვილის გადარჩენის გზაც და ეს იქნება აი იმ ხალხის გადარჩენის გზაც, რომლებმაც კიდე შემდეგ ზედმეტი და უფრო მეტი შეცდომები არ დაუშვან. კი ბატონო და აი სწორედ აქედან გამომდინარე გკითხავთ ბატონო როინ აი როგორ ფიქრობთ ვის გამძლეობაზე შეიძლება იდგეს ახლა ის საკითხი როგორ დასრულდება ეს პროცესები ივანიშვილი და მისი გუნდი გაუძლებს თუ არა აი ამ პროტესტს ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან ზეწოლას თუ სამოქალაქო აქტივისტების სიმტკიცეზე აი ვის ამტანობაზე შეიძლება გადიოდეს ახლა ეს ამბავი სამოქალაქო აქტივიზმი თქვენ ნახეთ ფაქტიურად ქართველი საზოგადოება შედგა და ერთი გაერთიანდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც წლების განმავლობაში მე 50 წლის ვარ და არ მახსოვს, რომ ესეთი ერთიანობა ყოფილიყო, იმიტომ რომ საშიშროებას გრძნობენ და თავისუფლების დათმობა არავის არ უნდა. სიცოცხლეს გაწირავენ. სიცოცხლეს გაწირავს ეს ხალხი და სულ ყველა აბსოლუტურად მაგზაზე წამსვლელები ვართ. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის სასარგებლო იქნება, რომ რაც დროულად ჩაინიშნება არჩევნები, რაც დროულად გამოუშვებენ ამ უდანაშაულო ახალგაზრდებს ციხიდან და გადავალთ მშვიდ რეჟიმში. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, თქვენ გახსოვთ, რომ იმის იმედიც ჰქონდათ ქართულ ოცნებას, რომ ნაძვის ხეს რო დგავდნენ, იმდენად უკვე გასულები არიან მომსახურების ზონიდან, რომ მას დაწვავდნენ, რა ქვია, ნაძვის ხეს. ნერვიულობ და იმიტომ რომ არ შეიძლება ამ პროცესებს ესე ადვილად ადევნო თვალი და რაღაც რადიკალიზმში გადაიზრდებოდა და შეგნებული ხალხი ვართ. ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, მაგრამ თუ იძალადებთ მაგისგან არც თქვენ არ იქნებით დაცულები და პირდაპირ გეუბნებით რა. იმიტომ რომ ძალადობას მოყვება ძალადობა და აქედან გამომდინარე მოდი ჯობია რომ შვიდად წყნარად ვიცით თქვენი დანაშაულებების შესახებ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ის აუცილებლად პასუხს აგებს და არა ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს ამას იქეთ შექმნით უფრო და დაამძიმებთ სიტუაციას და მე ვფიქრობ, რომ თქვენ ქვეყანას არავინ არ დაგიტოვებთ რა, გამორიცხულია, ეგ არ არსებობს.